არ ჭამოტრდელნიკი პრაღაში. 5 რამ რაც ყველას გონია ჩეხური, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. პირველი ტრდელნიკი ნახავთ ყველგან პრაღის ნებისმიერ ქუჩაზე, ნაყინით, ხილით და ასე შემდეგ. თუმცა ეს სულაც არ არის ჩეხური ტკბილეულობა, ეს არის უნგრული. მეორე ტურისტები ხშირად ჩადიან პრაღაში აბსენტის დასაგემოვნებლად. დიახ, ის მწვანე ფერეების სასმელი რო არის ევროტურში, იმაზე მაქვს საუბარი. მაგრამ იცოდით, რომ აბსენტის კულტურა შვეიცარიიდან და საფრანგეთიდან მოდის. მესამე შემდეგია ჩეხური გულიაში. პრაღის თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით, მაგრამ იცოდით, რომ ეს იყო უნგრული საჭმელი? მეოთხე ლანგოში ამ კერძს ყველგან შეხვდებით ქუჩაში, ფესტივალებზე საშობაოდ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ესეც უნგრულია. და მეხუთე, ეს არის რიზეკი, რომელიც რეალურად არის შნიცელი. ასე რომ აწიწოდე და არ მოტყუდე ჩეხეთში, როცა ჩახვალ. კომენტარებში დამიწერე ამ 5 ჩამოთვლითაგან რომელი გეგონათ ჩეხური. ასევე არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა, რომ არ გამოგჩეს მეტი საინტერესო ვიდეო მოგზაურობაზე. არ დაგავიწყდეს გამოიწერო გვერდი.